თურქეთის თანამედროვე ქალაქ იზნიკში, რომელიც ისტორიულად ცნობილია როგორც ნიკეა, ადგილი, სადაც მოგვიანებით პირველი და მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებები გაიმართა, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს პალეოქრისტიანული ფრესკა, რომელიც მე-3 საუკუნით თარიღდება. ფრესკა ნაპოვნია ჰისარდერეს ნეკროპოლისში, სამარხის კედელზე, რაც ადრეული ქრისტიანული დაკრძალვის პრაქტიკასთან სრულ თანხვედრაშია. ფრესკაზე იესო ქრისტე გამოსახულია როგორც კეთილი მწყემსი, ახალგაზრდა, უწვერული სახით, ცხოველით მხრებზე. ეს გამოსახულება მიეკუთვნება ქრისტეს ყველაზე ადრეულ ცნობილ იკონოგრაფიულ ტიპებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სწორედ ნიკეის ისტორიულ კონტექსტში. კეთილი მწყემსის სახე ეფუძნება თავად ქრისტეს სიტყვებს. მე ვარ მწყემსი კეთილი, მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის. იოანე 10:11. ადრეული ქრისტიანობის ეპოქაში, მეორე-მესამე საუკუნეებში, როდესაც ქრისტიანობა ჯერ კიდევ დევნილი იყო, სიმბოლური გამოსახულებები გამოიყენებოდა. ქრისტე, როგორც დამცველი და მზრუნველი, ხსნა, როგორც დაკარგულის პოვნა, სიკვდილი, არა დასასრული, არამედ გადასვლა. სწორედ ამიტომ კეთილი მწყემსი განსაკუთრებით ხშირად ჩნდება სამარხებსა და კატაკომბებში. ანტიკურ სამყაროში ახალგაზრდა უწვერული სახე უკავშირდებოდა სიწმინდეს, სიცოცხლეს, სულიერ ახალგაზრდობას. ღმერთები და იდეალური ფიგურები, მაგალითად აპოლონი, ჰერმესი, ხშირად სწორედ ასე გამოისახებოდნენ. ადრეულ ქრისტიანებს ჯერ არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული იკონოგრაფიული ყანონი, ამიტომ ქრისტე ხშირად გამოისახებოდა ახალგაზრდა, უწვეროდ, როგორც მოძღვარი, მწყემსი ან ფილოსოფოსი. მხოლოდ მე-4 საუკუნიდან ქრისტიანობის ლეგალიზაციის შემდეგ ყალიბდება წვერიანი, პანტოკრატორის ტიპის ქრისტეს სახე, რომელიც დღეს კანონიკურადაა მიღებული მართლმადიდებლურ ხატწერაში. ფრესკა გვეკუთვნის ქრისტეს ყველაზე ადრეულ ვიზუალურ წარმოდგენებს. იგი აღმოჩენილია ნიკეაში, ქალაქში, სადაც მოგვიანებით ქრისტიანული დოგმატიკა ფორმალურად ჩამოყალიბდა. და ეს კი ნათლად აჩვენებს, რომ ქრისტიანული ელოვნება განვითარდა ისტორიულ გარემოში. ფორმა იცვლებოდა, ხოლო სარწმუნოების შინაარსი რჩებოდა უცვლელი. ეს ფრესკა გვიჩვენებს ქრისტიანობის ცოცხალ ისტორიას, თუ როგორ გამოხატავდა ქრისტიანობა ჭეშმარიტებას სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა ვიზუალურ ენით.